გულისხმობთ, მე შევეცდები რომ ისეთ ტონალობით ვისაუბრო რომ ოდნავადაც კი აღარ გავაღიზიანო უმრავლესობის წარმომადგენლები ცხოვრება ყველაფერს გასწავლის ადამიანს და მეც ბევრი რამე ვისწავლე თუნდაც ამ ბოლო 2 დღისგან. ძალიან მინდოდა კონკრეტული პასუხების მიღება, ერთგვარი პირობად შევთავაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს. პასუხად პრაქტიკულად ვერაფერი ვერ მივიღე, ისევე როგორც ყველა დასმულ შეკითხვაზე, მე ვფიქრობდი რომ მართლაც მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, დაკარგა თუ არა ქვეყანამ 700 მილიონი, რომელთაც ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ძალიან ბევრი პენსიონერის დახმარება, სტუდენტების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, აქ პრეზიდენტის სასახლეზე იყო საუბარი და ის სასახლე საუკუნეები დარჩება ამ ქვეყანაში და ძალიან ბევრ სიკეთეს მოიტანს თავისი არსებობით, სამაგიეროდ იგივე რაოდენობის ფული, რომელიც ამ ხელისუფლებამ დააკარგა და გააქრო ბიუჯეტიდან, კაცშული აღარ მოიკითხავს ამას ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში. მე იმისიც ვისწავლე, რომ არ შეიძლება აქ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ციტატების ჩართვა, პროცედურული დემოკრატიის აღზევება მოყვება ხოლმე ამას ხისიერად პარლამენტის თავმჯდომარისგან. არც მიხეილ სააკაშვილის თუ ეს ვერ გაიგეთ გეუბნებით. ამიტომ არც მიხეილ სააკაშვილის და აღარც ციტატებს აღარ მოვიყვან და პირდაპირ თქვენს ტონალობაში გადავალ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის რომ ასეთ პრემიერ დაგვინიშნა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება, მადლობა ბატონ ბიძინას რომ ასეთი პარლამენტი ვართ თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას რომ ქალბატონი ეკაბესელია მუზებზე მესაუბრება, მადლობა ბატონ ბიძინას რომ ბატონმა ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა კაცმა არცის და უკანზის და ხითხითებს, მადლობა ბატონ ბიძინას რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან, მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა რომ ზეამოდის საერთოდ ჩვენ ვარსებობთ, ბატონი თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს, უდიდესი მადლობა მაპატიეთ თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ ყავდეს იმასაც გავათავისუფლებდი. ახლა ძალიან დიდი მადლობა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ნამდვილად დაგჭირდებათ ეს, აწი ღმერთი თუ მოგიმართავთ ხელს, თორე ისე ხართ რეალობას მოწყვეტილი რომ ადამიანისას ვეღარ გაიგებთ. მადლობა ბატონო ბიძინა რომ მეხია და მეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს. მადლობა ბატონ გოგას, მადლობა ბატონ გოგას.